მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. ამ გადაცემაში ვსაუბრობ დეზინფორმაციაზე და ახალგაზრდების როლზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სოფიო მურადაშვილი, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ერთ-ერთი მონაწილე. სოფიო, მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. მოდი დავიწყოთ თავიდან იმ გამოცდილებით, რაც ამ ორგანიზაციამ თქვენ მოგცათ და შემდეგ უკვე ჩვენ მაყურებელს, მათ შორის ახალგაზრდებს გავუზიაროთ ის რეალური ფაქტები, რასაც უმალავენ საფწუხაროდ და დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ აცხოვრებენ წლების განმავლობაში. დიახ, მოგესალმებით პროექტში, მადლობა მოწვევისთვის, ამ საკითხით დაინტერესებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს პროექტი, ეს გასვლეთი პროგრამა ჩემთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, ძალიან დიდი ცოდნა, გამოცდილება, თუნდაც კომუნიკაციის, თუნდაც მედია წიგნებასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების პრაქტიკაში ეს გამოცდილება რა თქმა უნდა დავანერგე პრაქტიკაში და რა თქმა უნდა დეზინფორმაციის შესახებაც როგორ გავიგოს სწორი ინფორმაცია, როგორ გავიგოს მცდარი ინფორმაცია, ამათ შორისაც განსხვავებაც ვისწავლე. პროპაგანდამ და იმ დეზინფორმაციამ ჩემზე ისეთი დიდი გავლენა აღარ მოახდინოს ემოციური თვალსაზრისით. აი მანამდე როგორი იყო შენი შეხედულებები კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით? თუ შეგიძლია გითხრა კონკრეტული საკითხები, რომელზეც არასწორი ინფორმაცია ქონდა და მას შემდეგ რაც ამ მსგავსი პროექტის საშუალებით შენ მიიღე ინფორმაცია, გაეცანი ფაქტებს, როგორ შეგეცვალა შემდეგ წარმოქმნა. ესეთი საკითხები თუ იყო შენ ცნობიერებაში? დიახ, სანამ მე ინფორმირებული ვიქნებოდი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხშირად მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ყოფილვარ თუნდაც ახლობელი ადამიანების მხრიდან ამ დეზინფორმაციის გავლენის მსხვერპლი, თუნდაც პოსტების გაზიარების დროს. მაგალითად რა საკითხებზე? თუნდაც მაგალითად ევროპულ საკითხებზე, როდესაც აი მოსწავლეების პერიოდში ვიყავი, მაშინ მეც ვიყავი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ევროპა არ იყო ჩვენთვის კარგი. და აი ამ ყველაფერს როცა გიზიარებდნენ, არგუმენტად რა მოყავდათ, რატომ? დიახ, აი მას სიმართლეზე გაიზუსტეთ, რომ არგუმენტი ამასთან დაკავშირებით არ მქონდა, უბრალოდ სხვა ადამიანების მიერ არასწორი ინფორმაცია რომ მქონდა გადმოზიარებული, ასე ვთქვათ და გაგებული, იმას ვიმეორებდი მეც. თუმცა მას შემდეგ რაც ვისწავლე ეს საკითხები, როგორ გავიგო, არ არის დეზინფორმაცია, პირიქით სულ სხვანაირი წარმოდგენა შემექმნა და ცნობიერებაც ამიმოხდა. რა მიმოქმედა? ეს იყო მხოლოდ ფაქტების გაცნობა თუ უშუალოდ იქ რაც ნახე, რაც მოისმინე, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები, აი საკუთარი თვალით ნანახმა შეგაცვლევინა წარმოდგენა თუ სხვა ფაქტორება იმოქმედა? დიახ, პირველ რიგში ტრენინგებმა იმოქმედეს ჩემზე, როდესაც გასწავლიანი იქ თუ როგორ გააკეთო ყველაფერი, მაგალითად როგორ ამოიცნო ავტორი ვინ არის და ასე ვთქვათ, რომელი საიტიდან არის ესა თუ ის ინფორმაცია მიღებული, ამ ინფორმაციამ იმოქმედა. და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ, ისინი ძალიან გამოცდილები იყვნენ. ჩემზე ასაკითხდიდები და მათგან მიღებული ინფორმაციას რა თქმა უნდა დამეხმარა. და უფრო შემდეგ, როდესაც ვაკვირდებოდი უფრო ისეთ პოსტებს და ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირიქით არ იყო ანტიდასავლური მაგალითად, ესეც მეხმარებოდა თავისთავად, რომ რეალობა ჭიშმარიტება დამედგინა. რა ხდება შენ თემში, საიდანაც შენ ხარ, იქ რა ნარატივები გესმის ხოლმე და აი ამ ყველა გაფრის შედეგად თუ გაქვს უკვე რეაქცია და არგუმენტებით თუ ებრძვია, ასე ვთქვათ, ამ პროპაგანდას? დიახ, ზოგადად თემში ძალიან რთული არის, რომ ადამიანებმა რაღაცა ინფორმაცია მიიტანო, ამის გამოც ცნობიერება საერთოდ არ აქვთ ძირითად შემთხვევაში ამაღლებული მით უმეტეს უფრო მოხუც ხალხს, ანტიდასავლური პროპაგანდა ძალიან ძლიერია სოფლებში. აი რა საკითხებია უფრო გავრცელებული? ანუ ამბობენ, რომ მაგალითად ევროპა ჩვენთვის არის ცუდი იმ კუთხით, რომ ევროპასთან კავშირი ჩვენთვის ნიშნავს ენის, ტრადიციის, რელიგიის დაკარგვას და უფრო მეტად გამახვილებული არის ხოლმე ყურადღება LGBTQ საზოგადოებაზე, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანი ხარ შენ თუ ევროპას მხარს უჭერ, რაც რა თქმა უნდა აბსურდია და პირიქით ევროპა ჩვენს კულტურულ მრავალფეროვნებას უწყობს ხელს და არ მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნისა და შესაძლოა რომ პირიქით კულტურის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი, თუნდაც გაცვლითი პროგრამების დროს კულტურის გაცვლა ხდება მაგალითად ვილნიუსის ლიტველ ხალხთან და შენს კულტურასაც უწევ პოპულარიზაციას და სხვა ადამიანების კულტურასაც იგებ. და ასევე ასეთი დეზინფორმაციაც არის გავრცელებული, რომ ევროპა არის მხოლოდ ელიტური ხალხისთვის და ადგილობრივ დონეზე სარგებლს არავის არ მოუწევს, თუნდაც იმ თემში მაცხოვრებლად, რაც ასევე დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითად დაფინანსებები არის, შესაძლებლობები არის, რომელსაც ევროპა ანხორციელებს, აორგანიზებს, თუნდაც სოფლის მეურნეობის დარგში, განათლების დარგში, ჯანდაცვის და ასე. როგორ ფიქრობ, შენი ფაქტები რამდენად ახდენს გავლენას
ფიქრობენ თუ არა იმაზე, გარკვეული დაფიქრებას თუ მაინც იწვევს თუ იმდენად მძლავრი არის ეს პროპაგანდა, რომ ჭირს მაინც უფრო თაობაში რეალობის აღქმა. დიახ, სხვათა შორის არის ძალიან ბევრი მომენტი, როდესაც თვითონაც იაზრებენ, მაგალითად, რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა და უფრო მეტად ამ პერიოდში, როდესაც აქციები არის ესე სისტემატიურად, ხალხიც ხვდება, რომ რაღაცაში არის საქმე და მართლაც, ეს ასე ვთქვათ, ევროპასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენთვის პირიქით უკეთესი არის. და თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ეს ხდება ხოლმე ახალგაზრდებში, რომლებიც ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას და აქვთ ამასთან კავშირი, მაგრამ ვიტყოდი, რომ უფრო მოწყოდი ჯგუფები ვინც არიან, მათთან ჭირს. შეგიძლია უკვე გარკვეული ტრენინგებიც ატარო, ხო? რა გაქვს გეგმაში, როგორ ფიქრობ, როგორ არის შესაძლებელი გაუზიარო ის მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, რომლებსაც არ მიეცათ ეს შესაძლებლობა, რაც შენ გაიარე? დიახ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფორმირებულება არის საჭირო, როგორც აღნიშნე, აუცილებელი არის ტრენინგების ჩატარება. თუნდაც უფრო მეტად სოფლებში, ვიდრე უფრო ქალაქებში, იმიტომ რომ არ აქვთ ბავშვებს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა იყოს, მოხალისეობრივად ეს ახალგაზრდები უნდა ერთვებოდნენ და კავშირი უნდა ჰქონდეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ და ამით დაეხმარებიან არა მხოლოდ საკუთარ თავს და ძალიან ბევრს ისწავლიან, არამედ სხვა ადამიანებსაც მათ გარშემო. პროექტის სარგებელი რა იყო შენთვის პირადად? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ესეთ სიტუაციაში მსგავსი პროექტები ხორციელდებოდეს და გაგრძელდეს, რატომ ფიქრობ ასე და პირადად შენ რას ეთქვი იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებსაც არ ვიცი სხვადასხვა ფაქტორების გამო ისე უწევთ ამ დეზინფორმაციის მოსმენა სოციალურ ქსელში, როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი გავფილტროთ და გადავამოწმოთ? დიახ, იქიდან დავიწყებ, რომ ამ პროექტმა მედია წიგნების შესახებ ძალიან ბევრი მასწავლა, კრიტიკული აზროვნება უფრო გამიუმჯობესა და ამის ჩემი პიროვნული შესაძლებლობები უფრო განმავითარე, ყოველდღიური და ყველა ახალგაზრდას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და რომელსაც თავისუფლად რო აქვს აუცილებლად მსგავსი სახის პროექტებში აუცილებლად ჩაერთონ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ისწავლიან მართლა და ასევე სოციალურ ქსელებში და აი ამ ინფორმირებულობის შემდეგ პრაქტიკაშიც გამოიყენონ ეს ცოდნა და სხვა ადამიანებსაც გადასცენ შემდეგ ეს ინფორმაცია. და რატომ არ უნდა ედნონ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას? დიახ, იმიტომ რომ ყოველ წამის მიაზეთში, ასე ვთქვათ, ვრცელდება 10,000-ობით პოსტი და ძალიან მარტივი არის, თქო, ეს სოციალურ მედიაში და უნდა ვაკვირდებოდეთ, ვის მიერ არის გავრცელებული, რა მიზნით ავრცელებენ ეს ადამიანები. შეიძლება უბრალოდ ჩვენი ემოციებით манипуляციას ვუთ და ამიტომაც უნდა ვაკვირდებოდეთ და ყველა კუთხით შევისწავლოთ, არა მარტო დადებითი კუთხით ვუყურებდეთ რაღაც კონკრეტულ პოსტს მაგალითად, არამედ უარყოფითი კუთხითაც შევხედოთ. ვაი, თუ ეს ყალბი ინფორმაცია იყოს და ზიანი მოგვაყენოს. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენო პროექტი ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში. ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი და ეს პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს 2 რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის გადამოწმება და ყველა იმ ახალი ამბის გავრცელებული ახალი ამბის გადამოწმება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოწყვლად თემებში და სწორედ ეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ, ხელს შეუწყობენ, რომ გაავრცელონ სწორი ინფორმაცია და მოქალაქეებს გაუზიარონ ის ცოდნა, რომლითაც ხდება ინფორმაციის გაფილტრა, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და არ შევიდნენ შეცდომაში ამ გაყალბებული ამბებით და დეზინფორმაციით. დიდი მადლობა, სოფიო, წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს იყო გადაცემა ფაქტი, მე მისი წამყვანი ნინა ჭიჭიურა, დროებით გემშვიდობებით.